20 თვიან გამოსვლაში პრემიერმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეკონომიკაზე, კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებზე გაკეთდა. ჩემთვის საპატიოა ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა გაეროში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო გახდა საქართველოს განუხრელი ტრანსფორმაციის მოწმე, რომლის მიზანიც არის თავისუფლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. უფრო სრულყოფილი და ღია დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს და წავაწყდით გამოწვევებს. ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე 20 წლის წინ და უფრო ძლიერი ვიდრე 2 წლის წინ. მართალია სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ მაინც ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და კიდევ ბევრი შრომა გველის წინ. მე წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა ცივი ომის შემდგომ წლებში. მთელი ჩემი ცხოვრება მონაწილე ვარ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. ჩვენი უდიდესი წინსვლა არის დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ქართველი ხალხის ერთგულების შედეგი.